საქართველოს თეატრის მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ოთარ მეღვინე-თუხუცესის ანაბეჭდი გაიხსნა ცერემონია თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. გახსნას რეჟისორები, მსახიობები და ოთარ მეღვინე-თუხუცესის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებენ. ხელოვნების მუზეუმში იმყოფება ახლა ლიზა ციკლავრი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ლიზა, გისმენთ. ოთარ მეღვინე-თუხუცესის ანაბეჭდი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა ხელოვნების სასახლეში. შეიძლება ითქვას, რომ ეს მუზეუმის ახალი წამოწყებაა, რომელსაც ისინი გეგმავენ, რომ ტრადიციად იქცევა და მომავალში სხვადასხვა ცნობილი მსახიობების და რეჟისორების ანაბეჭდები გაიხსნება. ხელოვნების მუზეუმში, ხელოვნების კინოს, მუსიკის, თეატრის და ქორეოგრაფიის მუზეუმის ეზოში არსებულ უკვდავთა თაღში გაიხსნა ანაბეჭდი. ეს არის რიგით მეორე ანაბეჭდი, პირველი ანაბეჭდი ეკუთვნის ელდარ შენგელაიას და შეიძლება ითქვას, რომ ეს მუზეუმის მხრიდან ქართველი ხელოვნების დაფასებაა. ორია, სულ ჯერჯერობით. დასაწყისშივე აღმოჩნდა. მართალია ბებრებს დაგვესხნენ. ბებრებს მოგეფერდნენ რა. ნახოთ ამას სხვა რა გზა. კარგია რა მე. დიხარი. მადლობა ბატონ ოთარს, მან განასახიერა არაერთი ზნეობრივი გმირი, რომლის როგორც ზნეობრის მაგალითზე ჩვენ ვიზრდებოდით. ჩემი თაობა, ჩემი უმცროსი, ჩემი უფროსი თაობაც და დღეს არის შესანიშნავი განწყობა ჩვენი მეგობრების ხელოვანი, ბევრი და არა მარტო ხელოვანი ეწვია დღეს ამ სახლს. ჩვენი მუზეუმის უკვდავთა თაღში გაიხსნა ისეთი უკვდავი სახელის ანაბეჭდი, როგორც არის ოთარ მეღვინე-თუხუცესი. ვფიქრობთ, რომ ამ ტრადიციას გავაგრძელებთ და ყველა ის სახელი, რომელმაც უპირობო სიყვარული დაიმსახურა ქართველი ხალხისა, აი ამ უკვდავთა თაღში იქნება წარმოდგენილი და არის ლამაზი ტრადიცია. აი ამ თაღის გამოვლის გარეშე შეუძლებელია მოხვდე კინოსა და თეატრის სამყაროში. მუზეუმში მოსულმა სტუმრებმა უნდა გაიარեն სწორედ ეს თაღი იმისთვის, რომ მოხვდნენ მუზეუმში და უკვდავთა თაღი, სადაც გაიხსნა დღეს ოთარ მეღვინე-თუხუცესის ანაბეჭდი, არის უკვე რიგით მეორე ანაბეჭდი, ასე რომ ყველა მოსული სტუმარი, რომელსაც მოუნდება მუზეუმის დათვალიერება და გაივლის ამ თაღში, ნახავს იმ ანაბეჭდებს, რომელიც ქართველმა მსახიობებმა და რეჟისორებმა სამომავლობას დაუტოვეს.